მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებულს, მოკლედ ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო. ჩემი ეგრეთ წოდებული ნახევრად ავტომატურ იარაღს შეუძინე ლულის დამაგრძელებელი. აი ესეთი რაღაცა. ეხლა მინდა თქვენთან ერთად ჩავწერო ეს ვიდეო. ჩემი ლულა არის 71 სანტიმეტრი. და მინდა ეს ლულა გავხადო 76 მეტრი. და შესაბამისად თქვენთან თანდასწრებით მოვახდინოთ ეს ეგრეთ წოდებული საოცრება. და მინდა დავაგრძელო ეს ლულა და შევხედოთ თქვენთან ერთად ერთ გზაობას. ასე ჩავაბატონო. ახლა არის სამიანი ჩოკი. მე მეყენა სამჭრილიანი ჩოკი. და ეს სამჭრილიანი ჩოკი ახლა აქ ჩავახრახნოთ და შევხედოთ როგორ დაშტება. მოკლედ, ამის მთელი არსი არის, რომ ჩოკი არ დაგიზიანდეთ, არ დარჩეს ადგილი. ჯერ ამ დაგრძელებასა და ჩოკს შორის და მერე კარგად უნდა მოვიჭიროთ და შეხედოთ, რომ იქ არ იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ საფათის გავლის შემთხვევაში დაზიანდეს ან ლულა, ან ჩოკი. ამიტომ ჯობია ყველაფერი ეს გაზომოთ თვალით. და შეხედოთ. ვარჩება იქ ისეთი ადგილი, რომ საფანტი და ტყვია რო გაივლის, დააზიანოს. ამისათვის შეგიძლიათ აი ფაქარიც აიღოთ. ეს არ არის დიდი და ხომარ ჩახტება იქ გადასასვლელში. ჩვენივრად ზის ჩოკი თავის ადგილზეა. არსად არაფერი არ ხდება. ჩემო ბატონო, რაც შეეხება ეს ჩოკი ამ დამაგრძელებელ ლულაში, შეიძლება მშვენივრად. აი ესეთი ვერსიით გახდება. ნახოთ აქ. არა, ადგილი არ დარჩა ფაქტიურად, რომ კარგად დაჭდა. მოკლედ, ეს მინდოდა მენახებია თქვენთვის. არის ესეთი ვერსია, გასროლას სახლში ვერ მოვახდენ. სამწუხაროდ, როცა მომიწევს პოლიგონზე წასვლა, მაშინ
მოახდენ გასროლას და დანარჩენს მოგახსენებთ, ჩემო ბატონო. აბა ბედნიერად მომავალ შეხვედრამდე.